ამ შენობამ ძალიან ბევრი ისტორია შემოუნახა ამ ქალაქს, ამ ქვეყანას და შეიძლებოდა ძალიან საინტერესო ტურისტული ატრაქცია მოწყობილიყო, რომელიც მოუთხრობდა საზოგადოებას თუ რა ხდებოდა მეფის რუსეთის დროს და რა ხდებოდა საბჭოთა პერიოდში კონკრეტულად აი ამ შენობაში. ხელისუფლება უნდა ცდილობდეს, რომ აი ისტორიულ ზონაში არსებული მსგავსი ნაგებობები, რომლებიც რაღაც ინფორმაციას გვინახავს, შეინარჩუნოს და არ დაანგრიოს იგი. ჩვენ უკვე თვალს ვადევნებთ იმას, რომ ქალაქის ისტორიულ ნაწილში შეიმჩნევა ტენდენცია, როცა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს თუ სხვადასხვა შენობებს ანგრევენ და მათ მაგირად ხედავთ, რომ წარმოიჭიმება რაღაც უსახური კორპუსი, რომელიც არაფრის მთქმელი არ არის. ტურისტი აქ არ ჩამოდის იმის გამო, რომ იხილოს რაღაც მაღლივი კორპუსი. ის ჩამოდის აქ იმის გამო, რომ იხილოს სწორედ აღნიშნული სახის შენობები, ქალაქის ისტორიას გაეცნოს, ძველი ქალაქი აინტერესებს. ამ სიძველეს კი ჩვენ გამოვიდა, რომ რატომღაც ვშლით და ქუთაისი გადაიქცევა ასეთ შემთხვევაში ერთ ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილად, სადაც ისტორიასთან არაფერს არ ექნება შეხება.